ისრაელის ამბიციურმა ქმედებებმა რეგიონში თურქეთს დაანახა ის, რომ თუ კი ისრაელს არ ეყოლება რეგიონული დამაბალანსებელი ძალა ირანის სახით და ირანის ფაქტორი არ იქნება ახლო აღმოსავლეთში, მაშინ თავი დაპირისპირების ხაზი გადაინაცვლებს თურქეთსა და ისრაელის შორის და თურქეთი იქნება ამ შემთხვევაში ისრაელის თავი სამიზნე და ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვაუწყდეს ისიც, რომ ასეთ სცენარში, ასეთ სურათში თურქეთის მხარეს აღარ იქნება არც დასავლეთი და კონკრეტულად შეერთებული შტატები, არამედ პირიქით ძალიანად კოლექტიური დასავლეთი იქნება ისრაელის მხარეს, რაც თურქეთს მომავალში უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აღმოაჩენს და ის თავი საფრთხე, რასაც წარმოადგენს ასე ვთქვათ, ქურთული სეპარატიზმი თურქეთისთვის, ეს ბარათი კარტი, რასაც შეიძლება უწოდოთ, ამოქმედებული იქნება თურქების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარეა, რომ თურქები ცდილობენ ქურთული, ასე ვთქვათ, საკითხის ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებას, ასევე არ უნდა დაგვაუწყოთ ისიც, რომ თავი ასე ვთქვათ, სეპარატისტული რეგიონი ირანშიც არის ქურთული რეგიონი, აზერბაიჯანის შემდგომ, რომელიც კონკრეტულად ესაზღვრება თურქეთს, ქურთული რეგიონი და თუ კი მაგალითად პოტენციურ სცენარში, თუ მაგალითად შეიქმნა რაღაცა ირანში სეპარატისტული რეგიონი ქურთული მოსახლეობის სახით, პრაქტიკულად იქნება უწყვეტი ჯაჭვი თურქეთის სამხრეთ საზღვარზე, სირია, ერაყი, ირანის ტერიტორიებზე ქურთული, ასე ვთქვათ, წარმონაქმნები, სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რაც გარდაუვლად მომავალში გამოიწვევს იმას, რომ თურქეთშიც გაჩნდება, ასე ვთქვათ, გაძლიერდება კვლავ ქურთული სეპარატიზმი, სადაც ყველაზე მეტი ქურთი ცხოვრობს და სადაც კულტურული და პოლიტიკური ცენტრია ქურთული მოსახლეობის. შედეგად ისრაელმა გამოიწვია ის, რომ თურქეთსა და ირანს შორის დაიწყო ნახევრად უცნაური, იძულებითი და პრაგმატული თანამშრომლობის პროცესი, რომელიც გამომდინარეობს რეგიონული ბალანსის პოლიტიკიდან, თუ მაგალითად ახლო აღმოსავლეთში არსებობს ეგრეთ წოდებული ძალთა ტროიკა, ისრაელი, თურქეთი, ირანის სახით. ამ შემთხვევაში თურქეთი და ირანი შეეცდებიან ტანდემში დაიწყონ ისრაელის რეგიონული ამბიციების დაბალანსება და მათ შორის ამ ორ სახელმწიფოს შორის მომავალში შეიძლება ვიხილოთ თანამშრომლობის გაღრმავება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვს მთელი რიგი საკითხები, სადაც ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, შეიძლება გამოინახოს საკითხი, სადაც მათი თანამშრომლობა, უსაფრთხოების კუთხით მათი თანამშრომლობა იქნება ორივესთვის ასე ვთქვათ, სარგებლიანი და ეს შეიძლება იყოს ლიბანში ჰეზბოლას მიმართულება და რა იგულისხმება ამაში. გასულ წელს, 2024 წლის მიწურულს, როდესაც ასადის ხელისუფლება დაემხო და ხელისუფლებაში მოვიდა მუჰამედ ალ-ჯულანის დაჯგუფებები, ამით ჰეზბოლამ დაკარგა საკუთარი შეიარაღების მიწოდების ტრანზიტული სივრცე ირანიდან და თითქმის წელიწად ნახევარია ჰეზბოლასთვის იარაღის მიწოდება არის გართულებული ირანის მხრიდან, თუმცა ეს ტრანზიტული სივრცე შეიძლება თურქეთმა ალ-ჯულანის მეშვეობით აღადგინოს და ირანმა მომავალში მოახდინოს ჰეზბოლასთვის შეიარაღების მიწოდება, გამომდინარე იქიდან, რომ ჰეზბოლა წარმოადგენს ისრაელის ერთ-ერთ და წამყვან შემაკავებელ ძალას ვთქვათ ისრაელის ჩრდილოეთში და შეიძლება ვიხილოთ ის, რომ ჰეზბოლა კვლავ გახდეს ასე ვთქვათ ანგარიშგასაწევი სამხედრო ძალა, გამომდინარე იქიდან, რომ ისრაელმა მის ჩრდილოეთით, კონკრეტულად ლიბანში, არ მოახდინოს საკუთარი ექსპანსია, რაც ასევე თურქული ინტერესების ასე ვთქვათ საწინააღმდეგო პროცესი იქნება.